ბათუმში ვარ წასასვლელები და ეგ ზმაკაცი დაგვითრეს რა ზედმეტად რა. შეთქვარეთ და გაიხსენეთ ისტორია. ავტოსტოპით გადავწყვეტეთ, წავიდეთ ბათუმში რა. მაგრამ რეალურად თავიდან ბათუმშიც არ მივდიოდით სოფელში, ნატანებში რა. და დრო ჩავედით ჩვენი ზმაკაცის ნათესავებმა დაგვტოვეს ერთი ღამე და ოკეი, всё, ეხლა ბათუმში ვარ წასასვლელები და ეგ ზმაკაცი დაგვითრეს რა ზედმეტად რა. და ოკეი, всё, ბრუნდებით თბილისში, იმიტომ რომ ვეღარ ვქაჩავთ რა. და უკან რომ დავბრუნდით, ოზურგეთში მივედით და უკვე ძალიან გვიანი იყო. ანუ არანაირი მარშრუტკა აღარ იყო, რომ დავბრუნდეთ თბილისში. და 60 კილომეტრი მოგვიწია ვიაროთ ფეხით ურეკამდე. მივდიოდით ფეხით და ვაჩერებთ ავტოსტოპს და ავტოსტოპმა რო გაგვიჩერა ამ ზმაკაცის ნათესავმა. ამ ზმაკაცის ნათესავმა გაგვიჩერა და ისევ იქით მიგვიყვანა სოფელში. და კიდე ერთხელ დავთვალით მაგ სოფელში. ის კაცი გვეუბნება, რომ მე თბილისამდე მიგიყვანთო რა. და რავი, დილად ენდება რა, ჩვეულებრივ ჩვენ გონია რომ უკვე უნდა წაგვიყვანოს ამ კაცმა და ეს კაცი გამოდის ნაბეღლავით ხელში რა და იძახის რომ ვა თქვენ კიდე აქ ხართო? მოკლედ მოგვიწია ისევ ავტოსტოპით წასვლა თბილისში.